ადამიანები, რომლებიც არიან ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებმაც გაზარდა მთელი თაობები, ადამიანები, რომლებიც ქმნიან გემოვნებას ჩვენი თაობებისთვის. ამ ადამიანებს ხელისუფლება უყურებს გამორჩევით. თუ ხარ ხელისუფლებისთვის, ხელისუფლების ნავში თუ ჩასკურდები, მაშინ გაქვს ყველაფერი და ასეთი ადამიანების ახლა უცებ წარმოგიდგება თქვენ თვალზე. ხელოვნების პრობლემებზე დღეს ბევრი თქმა შეიძლება, მაგრამ დღეს ეს არ არის. თუ ქვეყანა გადარჩა, მაშინ ხელოვნებასაც ეშველება, ეკონომიკასაც ეშველება, მრეწველობასაც ეშველება და ყველაფერს ეშველება. ასე რომ ხელოვნებს ის რომ სახლი არა გვაქვს, ის წაგვართვეს წერალთა სახლი, ეს წვრილმანებია. დღეს მთავარია ერის გადარჩენა. რუსთავის ინტელიგენციის წარმომადგენლებს შევხვდით მხატვრებს, მწერლებს, პოეტებს, პედაგოგებს, მუსიკოსებს, ყველას ძალიან სერიოზული პრობლემებია. საერთოდ ასეთი სულიერი მიმართულებით რუსთავში ცხოვრება არის პრაქტიკულად განადგურებული.